გამარჯობა ხალხო თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. Როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი. დღევანდელ ვიდეოში როგორც იქნა დაიდო PvP Flow B2B სეზონის ფინალი, ტაჰა ბანი, კამი მოსკას წინააღმდეგ. ჯერ ნანახი არ მაქვს შესაბამისად ვერ გეტყვით საინტერესო იყო, არ იყო საინტერესო, მაგრამ ძალიან hyped ვარ და ძალიან მაინტერესებს როგორ დასრულდება, რას ვიხილავთ ამ ბეთლში და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. არ დაგავიწყდეთ ჩემი Instagram-ის გამოწერა, აუცილებლად შემოდით ჩემ Discord server-ში რომლის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. Discord-ში იმის გარდა რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება, ბევრი ჩატები, PvP-ს განხილვები, ასევე ბევრი სხვა რაღაცების განხილვები და ასე შემდეგ. მთავარი არის ნოტიფიკაციები. YouTube-ი ხშირად მაზავს ხოლმე ნოტიფიკაციებს, სტრიმების და ვიდეოების და რო არასდროს არაფერი არ გამოგჩეთ, შემოდით Discord-ში. აქ შეგიძლიათ იპოვოთ პირველ რიგში ნებისმიერი სტრიმის ლინკი რო უყუროთ ჩანაწერში, იმის გამო რომ private-ზე ვმალავ ხოლმე და ყოველთვის დროულად მოდის ვიდეოების და სტრიმების ნოტიფიკაციები, ასე რომ არასდროს არაფერი არ გამოგჩებათ. მოკლედ, ძალიან გამიხარდება თუ გახდებით ჩემი Discord community-ის წევრი, ასევე Instagram-საც თუ გამოიწერთ, საერთოდ ოქროები იქნებით, ვერაფრით ვერ ავედი 10,000 გალონწერზე და ძალიან გამახარებთ რომ ავიდეთ და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ, შეგვიძლია დავიწყოთ. Всё, давай, წავიდა. იმედია არ დამასტრაიკებენ, იმედია სტრიმს არ გამითიშავენ. Короче, let's go. მოიც მაქსიმალურ ხარისხსაც დავაყენებ და წავიდა. შევქმნათ ხმაური! ოპა, კოვას ყვირილი მომენტი. პირველი რაუნდი! არტისტები! რა კარგი სცენა მოუწყვიათ ერთი წამი მაღაზია არ რამდენი? აუ, რა კარგი გადაობს აღოლ, ძალიან კარგიატო. მივხვდი, ანუ თავიდან ვერ ხვდებოდი ამ ეს ლოკაცია რატო არჩიეს. მეთქი მთაწმინდა რატო და რაღაცა, ანუ იმდენი კაი ადგილია და უფრო გაშლილი და რაღაცა და ეხლა მივხვდი, ნახე რა კადრი დადეს, bro. Просто შეხედე რა კადრი დადეს, საღოლ. ვაუ, ისი იდეა იყო ნეტ, აუ ძალიან მაგარია. ივენა ძალიან კარგია. ეს მაგისთვის რესპექტი მართლა რა. მერე, ხალხის რაოდენობა სტანდარტულად კაია, სცენა ძალიან კარგათაა მოწყობილი. I like it, bro. I like it. პირველი რაუნდი! არტისტები! ჩემგან ხელვერცხნივ! ეს რა ბითია? ერთი წამი ეს რა მესმის, რაღაცა უცნაური სემპლია. Give me a second, bro. რაღაცა როგორი ვაიბები მოაქვს ჯერჯერობით. აი ჯერჯერობით ეხა რაც დავამოყრა, რაღაცა ეგვიპტური, რაღაცა ფარაონები და რაღაცა ესეთი ის ვაიბი მოდის რა. შეიძლება რა თქმა უნდა სავარაუდოდ ვწდები, იმიტომ რომ ვაფშე სხვაგან წავა ეხა ბითი, მაგრამ ხო აი ჯერ ეგეთი ისინი მოაქვს. ძალიან აი ეგ ვაიბი ასწორებს. Yeah. შეიძლება ბევრი ფანი და მე კრიტიკოსი ზონარი კროსი ვიტკამის თუ ვაჭამე დიდი კოუზით მოსკაჩემ მაიცა ვისი ბითი არის პინოსი ძალიან მიჭირს მაგის თქვა მაგრამ ანუ ეგ ხელი კაი ბიტია პინოსგან იმედია ჰაუსში არ გადავა მერე კაი დავე ვაფულაფებ უყურებ შეიძლება ბევრი ფანი და მე კრიტიკოსი ზონარი კროსი ვიტკამის თუ ვაჭამე დიდი კოუზით მოსკაჩემთან ბეთლი მოგიწია დიდი დოზი ტრილოგია არ ვიცი მე შეხარჩემი ლიჩნი პოზი ვა აქბანი უკვე ხოძეა აი ეს მაკლდა აი ეს ხოდი მაკლდა წინა B2B ბეთლებში ზუსტად მაგას ვიძახდი რომ რაღაცნაირი აი ბოდიში ვიდგას და მეზობლის ბავშვი თუ დგას ამ ტახას და რაღაც ხვაზე ხარ ენერგია არ მოდიოდა არაფერი არ მოდიოდა მაგისგან და რაღაცა ცალკე იდგა და ხვაზე ხარ ანუ მაკლდა ეგ ენერგია და აქ ძალიან კარგად შევიდა თან ბითიც მოუხდა ანუ საკაიფო იყო რა სკაჩემთან ბეთლი მოგიწია დიდი დოზი ტრილოგია თან პანჩიც კაიყო ხარჩემი ლიჩნი პოზი ესენი მესრობია გამინახო სადღაც ფირი და ტოპეთლაობე ბიჭოლა და ავთანდილი ვაიბია კოქსისრებია კაკადილი შენია ხამის კოშმარი მემელის კარგადილი არ ჭირდება სულტანცია ვიყო გადახსნილი ვათახსირებ რეპერებს კარიზმას ვარბევს ანაქსივი ესენი მგონა თითქოს გამოვიდე ქსეროქსიდან ანალის კიბლს ვეღარ გაგიხუჭებს ანალგინია შეგვალა კომბო გაგ მინიმალი შენ ქაბრიანი ხარ ვიცი მალება იცი და ჰადა იცი ბანი შენ ვიყორთ მაგაზე ისი დადება მერე მისი აღება სადაც ძალიან კაიფა ძალიან თავიდან უნდა მოусმინო ძალიან კარგი იყო ეს დემ
ანალიზ კიბლს ვეღარ გაგიხუჭებს ანალგინია შეგვალა კომბო გაკ მინიმალი შენ ქაბრიანი ხარ ვიცი ვალება იცი და იცი აი როგორი flow არის იცი ეს ბანისგან აი რაღაც მომენტში თითქოს აი he's on the edge რო beats აცდეს მაგრამ არ ცდება აი იმ მომენტში როცა დაიწყო პირველი აზრი რომელიც გამიჩნდა თავში რომ აი ხა beats აცდება აი ხა შეეშლება და არ ეშლება ანუ საკაი ძალიან კარგი გრუვი შექმნა აქ აი ეგ მომეწონა რა სპორტებს ანაქსივი ესენი მქონა თითქოს გამოვიდა ანუ თითქოს მაგ flow-ი არ უნდა იჯდეს beat-ზე ხვდები ტეროქსიდან ანალიზ კიბლს ვეღარ გაგიხუჭებს ანალგინია შეგვალა კომბო გაკ მინიმალი შენ ქაბრიანი ხარ ვიცი ვალება იცი და იცი ბანი შენ ვიყურთ მაგაზე ისი დადება მერე მისი აღება სადაც არ არის ბანი კამისული ქიმალება რინგ თქვენი აზრით ვის დაურეკავდა KFC იქ ისა სხვათა შორის ტახამაც კაი ბექები აუღო გამისწორდა კაიო კიდე ერთხელ უნდა მოусმინო იმდენად გამისწორდა ანალიზ კიბლს ვეღარ გაგიხუჭებს ანალგინია შეგვალა კომბო გაკ მინიმალი შენ ქაბრიანი ხარ ვიცი ვალება იცი და იცი ბანი შენ ვიყურთ მაგაზე ისი დადება მერე მისი აღება სადაც არ არის ბანი კამისული ქიმალება რინგ თქვენი აზრით ვის დაურეკავდა KFC გადამივარ რეკლამო ხო არა ვარ BSMC ხო და ეს რეკლამი უტანეთ ხათამსა ჩემაგიურად გაგიკეთებ უფრო დაბალბასა ეს დება მადა მოგება გადავადა მეშალიჯებიან აფრიტელი ვაკა გადავატარება კაკატუს და კაკა გასახტა დარჩა რაღაც ჩარჩა დარჩა ერთ-ერთზე მინდა ნუ აქ ტაჰა რა ვერაფერს პროსტა ვერაფერს ვიტყვი ტაჰა just არც კამი არ მოეწონება მესამეში მით უმეტეს კაი ვნახოთ მოდი ჯერ არ გინდათ წინასწარ არაფრის თქმა არ გინდათ აი ვნახავთ მოусმენთ და რაც იქნება აი წინასწარ მოდი არ გვინდა რა არა ტაჰა ძალიან კარგი იყო ეხა აქ ერთ-ერთზე მინდა პეტლიო ხო მითხარი ყველგან სპეკულირებამ თემიდან უტყ მოიცა ბანის და კამის არ ქონიათ ხო ერთ-ერთზე ბეტლი ვაფშე მე საინტერესო რატო არ ქონდათ საინტერესო იქნებოდა ვაფულაფებ ცოტა დაბალბასა ეს დება მადა მოგება გადავადა მეშალიჯებიან აფრიტელი ვაკა გადავატარება კაკატუს და კაკა სახტა დარჩა რაღაც ჩარჩა დარჩა ერთ-ერთზე მინდა პეტლიო ხო მითხარი ყველგან სპეკულირებამ თემიდან უტყნავ ვისკამი შენ რო ჩემპიონი გახდი მან ჟიური ვიყავი 20-მდე რო დავითვალე გამონძრეულიყავი ახლა რასაც გეტყვი გეძგნება მიქარვას ვაპირებ ისევ ფინალში ვაბეტონებ იმ პარას რომელსაც მეორე ჩავხდი რო წავიგებ ფინალსა ჩვენ ამსტერდამში წავალ და შენ დაიტოვებ ტიტანას მე ყოფილ ამსტერდამში წასვლა რა თემაა ეგ არ ვიცოდი ხო ლაიკი არ დაგენანოთ მეგობრებო უეჭველი ვიცი რომ გენანებათ ხოლმე დაალაიქეთ თორე ისე რა არ გეწევათ მოულოდნელი სიხარული დღეს თუ ხვალ თუ როცა ხო გახდი მან ჟიური ვიყავი 20-მდე რო დავითვალე გამონძრეულიყავი ახლა რასაც გეტყვი გეძგნება მიქარვას ვაპირებ ისევ ფინალში ვაბეტონებ იმ პარას რომელსაც მეორე ჩავხდი რო წავიგებ ფინალსა ჩვენ ამსტერდამში წავალ და შენ დაიტოვებ ტიტანას მე ყოფილ ვარ ამას სტუდიაში 4-3 როცა თოლოთებს რეცხავ და მაშინ ალაგებ და გამი მოს გაყავას მიკეთებ და სხვა რა გაგიკეთო ძამი მე გიშეთვი შეინახებ მე მჭირდება სულ სხვა ძრავი რომელია ტაჰა ვკითხავ რომელია ბანი ორივე მიხმარა სადაც ნახეს მოსკაკამი Rahat darcha, simosa klavi, kamis momoze betap tqilos moskastawi. Quando strategia roboru. Damo we go, dragonari flow, magito gakori flow. Pochi kogoebi mtadmindaze mosquito, martquito da bananito, peswianat motsquito. Čertazet betapia rasote sitlikino, petliwistvis serialia da wistvis akino. Mesakme davitski ar minda uprosi mqadeshvilo. Čeki ise moiksevi zustad როგორც გეტყვის პრინო. ხო გასო შენი სტრიმიდან წაათრიეს მილო. უკვე ბევრი დალიე და აქ არ აღებინო. სტომატოლოგივით არ მაქვს საქმე მეუპიროთ. შეჭირდება მართვა თუნდაც რო იყო უპილოტო ტიროდები რამდენი Quantus freestyle ბევრჯერ წამიკითხავს დილამდე მოსკა მკითხა ასე კარგად როგორ ქენი ჯიმაე ანუ იცი მე რო ჯობი ვარ ხელსაწერ გჟიმავენ მოიცა გურამი და ავთანდილი თვითფრინავშიზია პილოტი აღებს კარებს კითხავს რას გადაყრიან ამიმ გადააგდო ჩემი ფლოუ მანერები მოსკამან ფინალის ამონტაჟებელი ხმები სტუდიაში მეუბნება ფლოუ დამედო 99 რაღა ბარე მასი აგეღო ჭიჭიკია ბიჭიკია ბიჭო რაღარ გარეპო თქვენი სისხლი ვეზირები შვენი არის სამეფო fuck out of here ძალიან კარგი ვერსია იყო bro. ძალიან კარგი ვერსია იყო. რამდენი 10-დან რამდენი? კაროჩე, იმის გათვალისწინებით, რომ ისევ და ისევ გავიხსენოთ მოსეს ის
ვერსი, რომელიც შევაფასე 10-დან 10. კი, ახლოს არის, მაგრამ აქ იყო, ანუ იმის და მიუხედავად, რომ ძალიან კარგი იყო, აქ ერთი მომენტი იყო. არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა. აი ამდენი ძალიან კარგი flow-ები, switch-ები, line-ები, punch-ები და ყველაფერი, მაგრამ აი ტაჰასგან მე ის მომენტი არ მქონდა, რომ არ დადო თავისი თავი და არ გამოიყენა რა თავისი სკილი 100%. ბანიზე მქონდა. აი იცი რომელი? აი ამსტერდამზე lines რაც მოყვება და ის პატარა მონაკვეთი, აი ის იყო ცოტა ხოაზე ხარ. ცოტა დამაკლდა მან რა. სავით. კი არ ვიძახი რომ ცუდია. პროსტა ცოტა დამაკლდა იმას სხვა დანარჩენ ნაწილებთან შედარებით, აი ეგ ნაწილი იყო ბანისი ოდნავ სუსტი სხვაზე. შესაბამისად 9.5. არანაირი გლეიზინგი bro რაც არის იმას ვამბობ. დავაი, აი ეხლა ესენი მაინტერესებს ძალიან. პირველი ანუ შანსი არაა რომ ესენი ეხა ამაზე ბევრად უკეთესები იყონ. პროსტა ანუ კი მაგრები არიან, მაგრამ like bro. რა solid რვა მეღადავები? რა solid რვა. ნახოთ, აი ეხლა ამათმა თუ ვაჯობეს რა ვიცი. რაუნდი არტისტები ჩემგან ხელმარჯვნივ. ბიტი კაია. ბიტი არაც. შენ არ ხარ მუფასა, შენ ხარ ნაბოზარის კარი. გვერდში გიყენია შენი პირადი აფთარი. ბავშვი ვიყავი გამაგდო როცა წვიმდა. დღეს იქნება დღე როდესაც დაბრუნდება სინდა. სკილები მოვიმატი ამ ქრაუდს ვახურებდი. შესანამ ოლიფანსის პოზებს უბაყუნებდი. ჩვენზე სანამ რამე სიტყვი შეარჩიე ტონი. ხალხო და ასმაჯებია ანიბანი განიდონი. გუში რაც მოწიე ვიცი ამ წუთას რომ მოგიტანა. ბიფში პირში მივეცი და დაჰა მომიყვანა. პატარებთან გამეცლავე შეგაგდეს უფროსი. დაჰა ბავშვებს ყავს როგორც ჩემი უბნის ბონზი. შედი და საით ვიდიან ეს ბიჭები ეხოთი და იწოვიან და კარგი ბიჭია და გაიჭალიჭა და ერთი რაუნდი და იშლებიან. მინდა და თან bro no. ამათ მეტი შეუძლია no. ან ვატრაკებ და კარგები არიან, მაგრამ იმათ ფონზე მე ვაფშე ხა ვერ ვიკაიფე bro. აი bro I don't know. მარტო ბოხმაზე არა, ანუ ისი იმათგან უფრო ბევრი ენერგიაც მოდიოდა, უფრო საინტერესო flow-ებიც და flow switch-ები და ეგრევე ისეთი punch-ები ქონდათ, რომ ანუ უფრო hype-ში გაგდებს რა და ეს რა შეიძლება იმის მერე რო უსმენ ამას მაგის ეფექტი აქვს რა. ანუ არა აქვს ისეთი ხოდი. აი იმის მერე მოვიწყინესავით. იმას კი არ ნიშნავს რომ ცუდია, კარგია, მაგრამ აი არ ვიცი. შეიძლება აი დასაწყისში ეგრეა, ნახოთ მერე რა სიტყვა. ხები გადადგან აგრახებ ვინ არის მეფეთან და ჩანდა მარათან მალავდა. ანუ კაროჩე აქ გააკეთეს როგორი რაღაცა, იცი, რისი თქმაც მინდოდა. ანუ აქ გააკეთეს ზუსტად იგივე რაც გააკეთეს წინა ბეთლებში. ანუ წინა ბეთლებში თავიდან პირველი ბეთლი რომ ნახე, ვაუ იყო ჩემთვის, ძალიან კარგი იყო. შემდეგ ბეთლი, ნუ კაი, აკეთებენ იგივეს რაც წინაში, იგივე flow-ით, იგივე ხმით და იგივე იმითი. მაგრამ რაღაცა პანჩებით გაგვაკვირვეს და ვიკაიფეთ და რაღაცა. აქ ზუსტად იგივეს აკეთებენ რაც პირველ და მეორე ბეთლში და ანუ უკვე აღარ მიკვირს. აი ეგ მომენტია რა. ანუ ისეთი ხოდი აღარა აქ და ამათმა ანუ ბანიმ და ტახამ რავი წინა ბეთლებთან შედარებით ეხლა იმენა ხარისხი და დონე დადეს. მართლა მომეწონა. თუ გინდათ გლეიზინგში ჩამითვალეთ, თუ გინდა არასწორი შეფასება ჩამითვალეთ, მე მომეწონა იმათი. solid 9, დაჟე 9.5-ზე შემიძლია თითქმის 10 იყო. ერთ-ერთი საუკეთესო ვერსი იყო, რაც B2B-ში მომისმენია. ეხლა იმათი რა. ერთის გამოკლებით და ერთი პატარა ხარვეზიც არ იყო, პროსტა უკეთესი flow შეეძლო მან ბანის გაეკეთებინა, მაგრამ ნუ ოკეი, კარგი იყო მაინც რა. მაგრამ პროსტა რაღაცა პონჩი ვიგძენი რომ უკეთეს შეეძლო და მაგიტომაც იმ ვერს 9.5 რა. ეს არ არის, რაც უნდა იყოს. პირველი პანჩი დავამუღამე, მაგრამ ისეთი ხოდი არ ქონდა ამას. ამათ შემოსვლას და ამათ ეხლა სადამდეც მოусვინე ამათ ვერს, როგორც იმათი რა. ვაფშე no match ჯერჯერობით. დემონსტრაციები ბაგირასთან ნიჭის და ამ თელი პრაიმ ჰაუსის წყლის გემოიცის. სუბრას პრაიმ ჰაუსში გაშალე ხოვენო რა ვახარ რა შემიცი და შემწოველო. არ გაგიწყდეს ჩერეზნაში დრო გაგდისე. შენ რა გარკვიე ფუსი ასეა თუ ისე. მაპატიე ჩემო გიო უნდა ჩაგაჭირო. დაწმინდაზე ხარ და არ გადაწყდეს აბაკირო. მე პატიოსდება მე უფლთან ახლოს ვარო. მოგვიყევი როგორც კამერობდი ნაბოზარო. ტიპმა მოხუც პენსიონერებს აწერაკუში. რამდენიც დაახიე იმდენი ჩაგაჯვის სულში. ალო 1-1-2 გისმენთ.
მე ვარ ბანი ბათუმში ვარ და მეხმაროთ იქნებ რაშია საქმე დროზე გითხარით რა ხდება თელისაცმა კაცო კირამემ და გვამუდელა მასოს დააბარი სუსუკარო აგინებ და ნიკისთან ბაიზე როა საზიზღრებდნენ ორხმად ვერ გავიგე ვისი ვისაშიაც მე თქვენისან დაბარბარა კარგი სტრაკი მოუთხან ვახსო თონ რაული ჩახვაული როგორც მილო გარეული გარეუბნის ხელოვანი ჩარეული ჩემთან ბიფის მერეძილი ქონდა არეული და შენ ხარ ანანისტი დღეს ისე გაგდანძრეული გაგთვალებზე ბინდი მან ხერის რაგი გაგბიდი თან და ვიცი მალდა გაგდიდი მან გაგაშაშრიდია შენ მოგხედავს ეს მერე ჩვენ მივხედავთ ამას ჩვენ გარდა ყველას დაენძრება ხაზავ პენტაგრამას ვისაც ბანი გიყვართ იცოდეთ რომ ყოველ ღამე იმას ვისაც თქვენ არ გიყვართ ბანი ტრაქზე კოცის რამდენად პროჭი უნდა იყო ეს 20 წლის ბიჭი იაგმა იქმა შუა ბერცე რო გეძახოს კოცი გიორგიდან უშახო ой кайხო ვაჰ წლის ბიჭი იაგმა იქმა შუა ბერცე რო გეძახოს კოცი გიორგიდან უშახო პოპულისტი ბავშვები არიან მაგრამ მე შენ ამაზე წერა თქვი გაქვავე სახე ფანჩი დაგიწერე მერე კიდე შენი სახე თუ გვისა ჩემი ხალია წერა ქვი არა ეს ზან bro ეს ზან кайხო რა короче ეხლა ამ ვერსის განხილვა რა ამ რაუნდის ამათი დასაწყისში როგორც უკვე ვთქვი იგივე აზრზე ვარ აი როგორც შემოვიდნენ არ ქონდათ ისეთი ხოდი როგორც ბანის და ტაჰას ბევრად უფრო კარგად შეეძლოთ ნუ შუამდე გრძელდებოდა იქ კი პანჩები იყო რაღაცეები საინტერესო იყო მაგრამ მოსასმენად არ იყო ამათ მერე ისეთი არ იყო მეორე ნახევარში ცოტა ბოლოსკენ უკვე flow switch-ები და იქ რა ბაზარიც წავიდა და ასე შემდეგ განსაკუთრებით აი ეს ბათუმის ბაზარი და რაღაცეები რო იბაზრეს და ტაჰას მიმართ პანჩები რო იყო იმაზე რო call center-ები და რაღაცაო აი მანდ უკვე დონე დადეს მანდ თან სინქრონი ძალიან კარგია რა მომწონს ამათ სინქრონში ეხა გეტყვით ზუსტად რა როცა იწყებენ სინქრონულად რაღაცა ლაინების ანუ ვერსის წაკითხვას რა კამი ყოველთვის იღებს მაღალ ხმას რა მაღალ ნოტებს და მოსკაც იდეაში ხმა მაღლა შვება, მაგრამ ბევრად ერთი ან ორი ოქტავით დაბლა აქ ხმა რა, შესაბამისად რაღაცნაირი ეფექტი იქნება რა. Suicide Boys-ის ან Bones-ის ან კიდე ბევრი იმის Memphis და Trill-ის არტისტებისთვის თუ გაქვთ მოსმენილი და მაგათი ტრეკები რა. ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ეგეთ ბჭყალებში ტექნიკას, რომ აი უკან ერთ-ერთი ან რაღაცა ვოკალი ყვირის იმეორებს იგივე სიტყვებს და ლიდი რაც არის ის უკან ოდნავ ჩუმად არის ყვირილი ან მაღალი ნოტი რა და ლიდზე ვინც არის ცოტა ჩუმად და ცოტა ანუ calm იგივეს კითხულობს და ძალიან კარგი ეფექტი იქნება და მაგ ეფექტს ქმნიან და ეგ მევასება რა. ძალიან solid ვერსი იყო, უბრალოდ შემოსვლა და პირველი ნახევარი ჩემთვის ცოტა ბორინგი იყო, მაგრამ ძალიან კარგი იყო რა. ბოლოს დაგლიჯეს, საღოლ ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ანუ აი შესვლა მეტი შეეძლოთ. აი შესვლაზე უფრო უნდა ემუშაოთ და იქნებოდა ძალიან გოუთი. მაგ დასასრულით ალბათ 10-დან 10 იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში 8-10-დან რა. პირველი რაუნდი ბანის და ტაჰას მიაქვთ ჩემთვის რა. დავაი განვაგრძელოთ. მეორე რაუნდი! არტისტები ჩემგან ხელმარცხნივ! ეს რა ბიჭია? ესენი ჯობიანო დავაგინოთ ესე თუა, ან მე გავალანა რავი ბატრი. ერთი წამი. ეხლა რაღაცა მოსაიბერპანკო ბიტი რო გაიჩითოს, მაგრა გამისწორდება to be honest. რაღაცა ეგეთი ვაიბი აქვს, ისეთი სინტეზა, რაღაც ის soul სინტეზატორია, მომწონს, I like it. ესენი ჯობიანო დავაგინოთ ესე თუა, ან მე გავალანა რავი ბატრი ესე თუა. უკვე მე რამდენი წელი არა, საიბერპანკი არ არის, მაგრამ ნუ, okay. შესვლა უკვე მომწონს. კაი, დავაფულაფებ თავიდან. ესენი ჯობიანო დავაგინოთ ესე თუა, ან მე გავალანა რავი ბატრი ესე თუა. უკვე მე რამდენი წელი და მათი სახელები სუსუაში. აი თითქოს შემოსვლა ან ტაჰამ დააგვიანემ ან ბანი მიჩქარა ან რაღაცა მოხდა იტოქში. რაღაცა იყო დასაწყისში. კარგი შემოსვლა იყო, მაგრამ რაღაცა იყო. აი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მოჭრილია ბეთლი მაგ მომენტში, ნახე? დააკვირდით პროსტა. ესენი ჯობიანო დავაგინოთ ესე თუა, ან მე გავალანა რავი ბატრი ესე თუა. უკვე
თითქოს აი ბანი ზედმეტად მალე შემოვიდა აქ. ნუ ოკეი, იჩქარა. ოკეი. დავაგინოთ ესე თუა არ მე გავალანა რავი ბადრი ესე თუა ფრიდაუს უკვე მე რამდენი წელი და მათი სახელები სუშუაში რატო წერია ამ სიაშია ხარქვევით მაგრამ ზევი ჩვენი წონა მძიმე სახელები მძიმეა საწებია ვაკაცია და უცნაური შეგზნება მაგ არ ვიცი რატო რასაც არ ვიზამდი შეიძლება ისი კადრო სულ არ მზადყოფნაში წინ მედგები სიკვდილამდე რადგან ნებისმიერ დრო შეიძლება როდის იდადო ბაზაუბიდას რასაც გიზამ დაგდრეს თქვენი ხიმია რო ერთად მოყვანაში ჩავწეს ვახევ ამ ხამს ფინალს და ნუა კომპლექსზე ბავშვებს რო დაცინე ორჯერ ფიქრობ სანამ აღამ ხამებს თვალებს კამის ხმა არ არის თინეიჯერობის ბრალი უბრალოდ ახლა ბიოლოგიას გადავფურსავ წამით არსებობს კაცის ჰორმონები და დაარსებობს ხალ აბა თუ გამოიცნობ რომელი მეტი აქვს ჩვენს კამის აქვს ეთემის ვაშლი მაგრამ სურვილები დალის შეიცვალ ერთმენა ნუ ხარ შეტურხა მეტალი ამბარების გადამზიდი ვეცებ ადრენალინს მოსკა ჩამორჩა ციკლებს როგორც ნეანდერტალი მოგაკ ხუმრობები მე და გაბნევ ერთი ფაში ერთი ნახვი თუ არ გაყოფით ის ბოლოს ჩვენი გაგდით ყველა ანეკდოტი თორი ფლოუთი და ერთი პანჩი მე მოგიგე ხალხის ხმები ჩემ მომიგე შენი აზრით სოლოზე თუ პარებში ვერ ინელებ წაგება შენ მოსკა რა ვერ გამეშვი ტრილოგიაში ოკაია ამ თაცვითის თვარეში შენ სახლში მოვედი და შენ რა უწერდი ტუალეტში ბანის ხმა ჩაუწყდა თუ ხომ მე რამდენებ დესტავს თუ მოიგო პეტლი მოსკას გაუზდია ხელფას თუ წააგო იმედია რო არ გაადებ მას წიწილები არიან რასაც დაუღრიტენ გავს ეგას გადაეცი რომ ვეღარ წაიგებ ერთმას ჩემი მოში პიტია თუ ყვინა მერე კეტავს გადავკეცავ ამ ქეშსაც ოკეი ეს ფენტანი დეტექტორები არ მომწმებენ და მაგ მეტალი კაი ნახე ნუ პირველ ეხა გეტყვით რა რასაც მივხვდი უკვე რა აქ ხო არ ვიცი ეხა ამ შემთხვევაში და ამ სეზონზე როგორ ხდება რა ადრე მახსოვს რომ ერთ ბიტს ირჩევდა ერთი მონაწილე მეორე ბიტს ირჩევდა მეორე მონაწილე და მესამე ბიტს ან პროექტი ირჩევდა ნუ აქ ამ შემთხვევაში ხალხის არჩეული იყო თუ ეგრე არის და თუ ეხა მონაწილეები ირჩევენ ეს ისევე იგივენაირად ბიტებს პირველი ბიტი უეჭველი ბანის და ტახას არჩეული იყო იმიტომ რომ ძალიან მაგრა იჯნენ მან რა აქ ეგრე კარგად ვერზიან სად დავაპაუზე რა მოხდა ვიცი დავაფულაფებ და მოусმენ it's okay რა ანუ არაა პრობლემა ხდებოდი რომ რაღაცა მოდის და მაგით დავაპაუზე მაცადეთ ეს ბიტი უეჭველი კამი და მოსკას არჩეულია თუ ეგრე არის აი უეჭველი კამი და მოსკას არჩეული და ამ ბიტს უეჭველი მოკლავენ და პირველი ბიტი იმათი არჩეული იყო და მაგით მოკლეს იმათმა აქ როგორ არიან იცი ანუ თან ზიან ბიტზე მაგრამ ისე კარგად ვერ არიან როგორ ანუ პირველი რაუნდი ძალიან მაგარი ქონდათ ამათ აქ აი ჯერჯერობით ამ მომენტამდე არ ვიცი ჩატში ეხა ისეთი რეაქცია გაქვთ რომ რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს მჯერა თქვენი მაგრამ ჯერჯერობით არის ნუ მიდარა მაგრამ ნუ ამათთვის მიდარი რა კაი ვაფულაფებ ერთი 20 წამით რა და დაждე 30 და უყურებთ რა შემეძლება აზრი ოკეი let's see დავაი სოლოზე თუ პარებში ვერ ინელებ წაგება შენ მოსკა რა ვერ გამეშვი ტრილოგიაში მოყევი ამ თაცვითის თვარეში შენ სახლში მოვედი და შენ რა უწერდი ტუალეტში მე რამდენი დაბა თუ ხომ მე რამდენი დესტავს თუ მოიგო პეტლი მოსკას გაუზდია ხელფას თუ წააგო იმედია რო არ გაადებ მას წიწილები არიან რასაც დაუღრიტენ გავს ეგას გადაეცი რომ ვეღარ წაიგებ ერთმას ჩემი მოში პიტია თუ ყვინა მერე კეტავს გადავკეცავ ამ ქეშსაც როგორც მოჟეს ეს ფენტანი დეტექტორები არ მომწმებენ და მაგ მეტალი ეს ამინოლია დაიგლებ თქვენ ჯაში თუ გამათენდა ჩვენ შევიცოლოზე კარიერაში ჩავშიდა ფინდა თქვენ მეტი ქეში და მეტი კამარი მეტი რა გვინდა თქვენგან თქვენ თავზე მოდარ არის ზალა თქვენ თავზე მოჩვენ ვარ მიდი გააკეთება უზაფლო და ფაჯია უზი მაუზამის გამოს გამიკი მაუს მადვინი მოსკა წერტილი და უსვა და თესლი თუ ჩვენ მოგიგეთ ნოლი ბევრი გუამამიკოს და გლეიზებული ორი ყვერი პირველ კარგი იყო ეგ ძალიან კარგი იყო ეგ და მე მგონი ბანიმ დაანლოკა ახალი სუპერ ძალა. ლიტერალი, ჩემი აზრით, აქამდე ეგეთი რაღაც, ანუ კი ქონდა fast flow-ები კარგი და რაღაცა, მაგრამ აშკარად ეხა მე არ მახსენდება ეგეთი რაღაცა და მგონია რომ ბანიმ ახალი სუპერ ძალა დაანლოკა fast flow groove-ით. ანუ ყოველ აი როგორი რაღაცა არის, იცი, ეხლა პატარა რეფერენს გავაკეთებ დრიფტზე რა. აი, ზოგადად როგორ ფასდება ხოლმე, მაგალითად რაღაცა run საკვალიფიკაციო ან ნებისმიერი რა. სტილზე ზოგადად უფრო მეტკულას გიწერენ ხოლმე drift competition-ში კვალიფიკაციაზე. თუ ისე გაიარებ, თქვათ, ან მოწყვეტა, ან ზოგადად კონფიგურაცია, რომ როცა წყვიტავ მანქანას ან დიდ კუთხეში დგები, ისეთი შეგრძნება გაქვს მაყურებელს, რომ ეხლა იქიდან ვეღარ გამოძრება. აი,
ბეტონის კედელი არის და იმდენად ისეთი სიჩქარით და ისეთი კუთხით მიემართები ამ კედლისკენ, რომ всё გონია რომ ვეღარ გამოძვრები. აი ხა დალეწავს, აი ყოველ მომენტში რო უყურებ, აი ხა დალეწავს, აი ხა შეიძლება, აი ხა რაღაც მოხდება და ტიპი იმენა ფიზიკის კანონებს არ ღვევს და ისეთი კუთხიდან გამოდის, რომ ნუ всё, პიზდეც, ძალიან სტილში ითვლება ყველაზე მეტად ეგ რა, ანუ მაქსიმალური აგრესიულობა და მაქსიმალური ღვაზე ხარ, ანუ აი ესეთი მომენტი, რომ აი გონია რომ იქიდან ვეღარ გამოძვრება, მაგრამ ძვრება და ხოვაზე ხარ იმაშვება რა. და ზუსტად იგივე არის, რატო გავაკეთე ხა ეს ამხელა რეფერენსი ბანისთან რა. აქამდე არ ქონდა ეგ მომენტი ბანის, ეხლა აი ამ ბეთლში ვამოყამებ. რომ სულ მგონია რომ აი ხა შეეშლება, აი ხლა დავიწყდება ტექსტი, აი ხა ენაებმევა, აი ხა აცდება ბიცა რაღაცა და იდეალურად ზის. ანუ პატარა გრუვი, მაგრამ იდეალურად ზის. აი უმნიშვნელოდ ოდნავ აგვიანებს, მაგრამ ტაკჩი სვავს. ძალიან კარგი არის. აი ეს იმენა ახალი სუპერძალა აქვს ბანის მე მგონი იმენა damn. ძალიან კარგი არის. კაი, ვაფულაფებთ ისევ 1-20 წამით ან 30 წამით თლიანად თავიდან მოусმინოთ ამ მომენტს. ძალიან კარგი იყო. ბანის აქ ვაუ, წვეთში ახალი სუპერძალა აქვს. ვერამდენებ დესტავს, თუ მოიკო პეტლი მოსკას გაუზდია ხელფას, თუ წააგო იმედია რო არ გააგებ მას, წიწილები არიან რასაც დაუბრიკენ გავს ეგას, გადაეცი რომ ვეღარ წაიგებ ერთმას, ჩემი მოში პიტია თუ უპინა მერე კედავს, გადავკეცავ ამ ქეშსაც როგორც მოჟებს ეს ფენტანი, დეტექტორები არ მამოწმებენ და მაგ მეტალი. ეს ამინოლია დაიგლებ თქვენ საშ თუ გამარჯვება, ჩვენ შევიცოლოს ეგ კარიერაში ჩავში და ფინიფება, ჩვენ მეტი ქეში და მეტი კამარი მეტი რა გვინდა თქვენგან, თქვენ თავზე მოდ არ არის ზალა თქვენ თავზე მოჩვენო არ, მიდი გააკეთება უზაფლო და პაჯია უზიმა უზამის გამოს გამიკი მავს მადვინი მოსკა წერტილი და უსვა და თესლი დუო ჩვენ მოგიგეთ ნოლი ბევრი, გუამამიკოს და გლეიზებული ორი ყვერი. პირველი ბეთლის მერე როცა კამი მოსკა შემხვდა, მოთხარი ბევრი ცუდი სიტყვა გაქვთ და ცოტა გეცვა, ორი დღეა დარჩენილი მოინდო მესამი შეცვლა, ვუები ჩაანაცვლესა და წორმა ყვერმა ყლეცვა. ფენაზე გეტყვით თქვენ ხართ უცო და ჩუმია ვუსუსტი ვუსვაზე ვუსვახემ და კარგუსვაზე ზუსას, ორივეს გავუშიმა მუზას, ამის გამო არასა წერეჭა. ესენი ჯობია თო დავაგინოთ ესე თუა, ან მე გავალანა რავი ბადრი ესე ბუა, საიდან არიან ეს ჭუჭუები თესლი დუო, რატო ვერ გაიხარეს ესეთი თესლი თუა. ბიჭო კაროჩე, იმის და მიუხედავად რომ თავიდან მომეჩვენა რომ ცოტა რაღაცა ვერ იყვნენ ისე, აი იმ მომენტში კაკრას საიდანაც ბანის ფასტლოუ დაიწყო ძალიან მაგარი იყო, მოკლეს, იმენა მოკლეს ეგ ბიტი, პროსტა ერთი რაღაცა არის რა, მეორე მოსმენაზე მაგ ფასტლოუთსი რა, flow და ყველაფერი, ანუ ბანი იქ ძალიან მაგარი იყო და ტახაც, მაგრამ ბიტმა გამაღიზიანა. ბიტმა რატო გამაღიზიანა, იცი? თავიდან აი რაღაცა ეს სინტეზატორი რო ქონდა რომ მომეწონასავით რა, ბაზარი არა, მეგონია რომ რაღაცაში გადაიზდებოდა, ან რაღაცა პროგრესირება ექნებოდა და ასე შემდეგ, მაგრამ ტვინის ტყნა დაიწყო. აი რაღაცნაირად ტვინის ტყნა დაიწყო რა, არ უხდებოდა იმას რა, აი არ ვიცი რა, აი პროსტა ეგეთი მომენტი გამიშთა რომ აი ეს სინტეზატორი ცოტა ტვინს ტყნავდა რა. თითქოს ან რაღაცა ცოტა უნდა ჩაწეულიყო, ან რაღაცით ჩანაცვლებულიყო, ან რაღაცა ეფექტით რაღაცაში არ ვიცი რა. მე ცოტა აი ესეთი შეგრძნება იმას მექნა რა. ანუ პირველი ბიტი ბევრად მაგარი იყო და ბევრად უფრო კარგი იყო, ვიდრე ეს რა ქვია, სტრიმებს ვიწყებ ორ კვირაში ბანიმ მოულოცეთ, რომ სტრიმებს იწყებს გილოცავ ბრო. შენ ჯერ სადა ხარ, შენ წინა სტრიმზე უნდა ყოფილიყავი ბროსკი. აი ხა ვნახოთ დონეები. მალ-მალე ბიჭებო 1000 ამ ვერს რამდენი დაუწერო არ ვიცი, წინას დაუწერენ სოლიდ 9 და ამას 9 არისო. თუმცა არა, მეორე ნაწილი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ 9 არის, ნუ 8.5 არის, აი ეგრე არის რა. მოდი ნახევრებს შევეშვათ 8 ვთქვათ რა. ანუ ეს ვერსი უდროდა ბანის კი არა და კამის და მოსკას პირველ ვერსს რა. აი თანაბარისავით იყო რა. ზუსტად იგივენაირად რაღაცნაირად დაიწყო. შუაში უცებ ჰოპ და ბოლოს ძალიან მაგრა დაიწყო. აი კამის და მოსკას პირველი ვერსი იმენა ეგ იყო და დაახლოებით იგივე იყო ესეც რა. ანუ ისიც 8 იყო და ესეც 8 არის რა. მოდი ვნახოთ ახლა იმათი მეორე. საინტერესოა. თან ამ ბიტზე რა. მაინტერესებს რა იქნება. თა ყველაზე საინტერესო და დასაფასებელი ის არის, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ ვიცი მან რა და რანაირად მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ მე ეგრე მგონია, რომ კამის და მოსკას არის მეორე ბიტი არჩეული და პირველი ბიტი არის ბანის და ტახას არჩეული და ესე რომ მოკლეს ამათმა სხვისი არჩეული ბიტი, ეგ უკვე ძალიან დიდი პლუსია რა. პირიქით იყო? Bro, I don't know. არ ვიცი როგორ იყო და რანაირად იყო, მაგრამ
მე პირიქით მგონია, so I don't know. რატო ოფლოა. ზადვართ გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი. არტისტები. Voice chat-ში დიდი სიამოვნებით დავემატებდი ბანის, მაგრამ Discord-ი არა აქვს და მაგაზე ვიბაზრე Discord-ი რა ჩემი ფეხებიაო, არ ვიციო და რა გაანათლეთ ბანი, რა არის Discord-ი და მე იქნებ შემოვიდეს Discord-ში, რა ვიცი მე, არა ყავს. Discord-ის ლინკი აღწერაშია by the way, ვინც არიცით. ხო. ვაიმე გახსნილ channel-ში ვიჯექი. ისე, by the way, სანამ მომენტი არის და სანამ ხართ, კარჩი Discord-ში ვეძებთ მოდერატორებს. აქ ესეთი რაღაცა არის, სიახლეებში წერია, თუ Discord-ში შემოხვალთ და სიახლეების არხში შემოხვალთ, აი აქ წერია, რომ იძებ, აი ეს არის რა. უნდა ასკროლოთ და 1, 2 და მე-3 ზემოთ აქ არის მოდერატორებს რო ვეძებთ და ლინკი არის Google Docs-ის ლინკი. ეხლავე აღწერაში, სტრიმის აღწერაში ჩავაგდებ მაგას, რომ Discord-ში მაინც და მაინც ფეხი არ მოიტეხოთ და არ ეძებოთ რა. აპლიკაცია არის, უნდა შეხვიდეთ, შეავსოთ და განაცხადი არის მოდერობაზე. როგორც YouTube-ზე, ასევე იმაზე, რა ქვია, Discord-ზე. შემდეგ განვიხილავთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას მოდერებზე. ანუ ცვეთში გვაკლია რა, იმიტომ რომ იქ სპამება ხოლმე ლინკები და რაღაცეები, მოკლედ აღწერაში შეგიძლიათ იპოვოთ ან Discord-ში და ისა უეჭველი, ჩემსაც დავარეაქტებ ღადაობთ. ხო, ясნია, შენი უნდა დაარეაქტო, აბა სხვისი რატომ. გაგვდისა ძმა, всё, GG. Хорошо. კომპიუტერის მაგიდას ჩალიჩობ და დრო უნდა ვინმეს თუ გაქვთ კომპიუტერის მაგიდა, ზეგიდან დავიწყებ დაჟე გააძრეთ. აი გაუძრეთ კომპიუტერის მაგიდა, ჩაუდონატეთ ბანის კომპიუტერის მაგიდა და სტრიმინგს დაიწყებს. და ერთად გავსტრიმავთ და დავარეაქტებთ ხოლმე ბანის ბეთლებს. აბა სხვისი ბეთლი რატო უნდა ვარეაქტო? კამის და მოსკას მეორე რაუნდი, let's go. მეორე რაუნდი. რა მეთქვე ეს? ზადვართ გავაგზ არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ. სადაც შენ გარეაქტებენ ჩვენზე უფრო მეც ბაზრობენ და სადაც შენ ბეთლაობ ჩვენზე კომპლიმენტებს საძრობენ მატარებელში ფიქრობ მოგებასთან ახლოს ვარო. რაო. რაიო, ერთი წამი თავიდან მოусმინოთ, რაიო. ვერ დავეწიე. სადაც შენ გარეაქტებენ ჩვენზე უფრო მეც ბაზრობენ და სადაც შენ ბეთლაობ ჩვენზე კომპლიმენტებს საძრობენ მატარებელში ფიქრობ მოგებასთან ახლოს ვარო. მის კუზი შენ უკომენტაროთ. აბოზარო მინდა ბედონდა უნდა გადამოსვლა თავი ამიტომ ეს ყვილად არ ხავარო და გინდო თუ ვერ ხდები მაშინ მე გეტყვი რომ შენ ხარ უთავ მოყვარეო გოგოების საყვარელი დილდო ბანის ფანებისთვის მისი ნახვა გაიდღეა მარა ახლოდა რო გაიცანი ხო მაგარი ყლეა თანაც განაბროსტა ყლე არის იმენა სამიდეა და ვაფშე ბიზნესია არ ეყობა სამიდეა და თავის ჩეთები აქ ასე ხოდად გინდა ავშეთი ხმა მიიღედა იბაზრე რაც გინდა ბებაგოჭი დედაღორი არტურა და არმატურა გაგიყარე გადაიღო ჩიდი გადაფრინდა უსმენ ამის ვერსებს ვერ ვიჯერებ ესეში გაგ აფრიკაში არა წყალი მარტო ვერსებში გაგ შოუს გამო პროექტმა ფინალში მოგათრია თორე ყველა BDM-ის ბოშმა მოგანძრია ბიჭო, ისევ ის მომენტი არის რა. აი რაღაც ნახე რა მომენტი არის. ტაჰას და ბანის ვერსებს რო უსმენ, გინდა წინა ბეთლებში, გინდა აქ, ხო? ანუ შემდეგი ვერსი არ ვიცი რას ველოდო და ვერსი რო იწყება რაღაცა ახალს აძრობენ ისეც, რომელიც აქამდე ნუ არ მქონდა მონასმენი კი არა და ანუ მაგათგან არ ველოდებოდი. აი წეგან აი ბანისგან ის რაღაცეები მეთქი ვაფშე ახალი სუპერძალა გააძრობა, ანუ რეებს აძრობდა. კამი და მოსკა ეხა აკეთებენ იმას რასაც წინა ვერსში აკეთებდნენ და მანამდე ბეთლებში აკეთებდნენ. კარგია, არ ვიძახი რომ ცუდია, მაგრამ ისე არ მაკვირუებენ რა. სინქრონი კარგი აქვთ. აი ეს მომწონს, რომ კამი მაღალი ხმით არის, მოსკა დაბალი ხმით. რაღაცა პანჩები აქვთ კარგი, ლირიკა კარგი, მაგრამ ფლოუ იგივეა. აი შესრულებას რაღაცნა, ანუ არ ვიცი, ჩემი ის არის, რა ქვია. მე მეჩვენება ეთყობა ეგრე რა. ანუ მე არ ვიძახი, რომ ხოაზე ხარ ცუდი ან კარგია. ჟურიმ უნდა გადაწყვიტოს ეგ მერაშუაში. მე ჩემს სუბიექტორს ვიძახი, პროსტა რომ აი აქ ამ კონკრეტულ ბეთლშიც და მანამდე ბეთლებში, სადაც ბანი და ტაჰას ვერსები იყო, ყოველთვის რაღაცა ახალს აძრობდნენ ვერსებში და გაკვირვებდა და ვაუ. ესენიც კარგები არიან, მაგრამ ვაუ არა მაქვს ეხლა ჯერ. გამიტრუხდა, ხო? აი მე გამიტრუხდა. ესენი არ მიტრუხდებიან, იმიტომ რომ სულ რაღაცას დასრიალებენ, სულ რაღაცას ახალს იგონებენ, სულ რაღაცა გაკვირვებენ და ესენი გატრუხდნენ უკვე. Kinda. ამათი აი ეს flow და combo რა, just saying.
ყველაზე მეტად კი მე იმაზე მეცინება თავი როგორია თესლი ფინალამდე მივიდა არ მინდოდა მეთქვა მაგრამ გამაკვირვეთ რა, მიდით გამაკვირვეთ, აი მაგას ველოდები. კაი, პირველ დასაწყისში არაა ჯანდაბას, მერე გამაკვირვეთ, დაი, ბოლოსკენ გამაკვირვეთ. პერო ძმაო რაღაც აფთიაქში გაგდათრეული ლირიკა ვერ ვინ დადგება წინ თუ დადგება ვინისი რო ვარდევარი Okay. ჩება ვინ კითხვა გაშება ვინ ხო იცი რო შენ მოედანზე არ ახარ ფინალი ჩვენი მეორეს არ ორი გვამიაკრებასი ამაღამ და თუ არ მოგდები ძაღლები დაგაბა მაკლეობა ჩვენ ვერ დაგვაჯერებ გეყოფა ამა თურთი ერთობას ხო სიყვარული ათბობს ხალხო მინდა იცოდეთ რომ ბანი ტაჰას ლეგოა რადგან ტაჰა კი არ უყვარს ტაჰა პროსტა აჯა ამა შენთვის გეუბნები მინდა სული ხარო მაგრამ დღეს მომიწევს ფაჩები გაგიყარო და ნიკი მგითხრა ტაჰას გადათესლებული ხარო შენ კიდე კარგად მახსოვს უსვენდი და გიხარო და ბანის თუ მაგრად უნდა რომ ტაჰა გამოვიდეს მაშინ ტაჰამ რაგზაც გაიარეს ბარგალკას დაუწერს იმ დღეს პატრიარქს ეღადაობდა ჩვენი ძმა და სადღაც ერთ-ორ წელიწადში გაქრისტიანებაც უწევს აქ არის ჩემი დიქტატურა ჩემი სისტატურა ის მე ვარ მეფელობი და ეს ორი ტურა ისე კი გეთხოვა ფოთი რო გამოხვა გელები და შენ ჩემი მტერი ვერ ხარ მაგრამ მაინც ენემი ხარ ფაჩი ხობა ხოდა ანუ ენემისგან რა გინდა. მინდა წარბარგა და ვასხა თავი ლომად მოგაგვიცი მაგრამ ხარ მუფასა Okay, მაიცა? ფაჩი ხობა ხოდა მინდა წარბარგა და ვასხა Okay. ლომად მოგაგვიცი მაგრამ ხარ მუფასა რაიფლას ბიჭო შეყოლაფერს უნდა გადახაზვა წამიეტანება ყველას მაგრამ მარავინ და უფასა ბანის თავის პირველი ბეწრი და ჰასთან ქონდა და ამ თემას გავშლით თუ ვერ მიხვდა კამანდა ვინც არის ციტაჰა გრუზინი კაცია ცოტა ხოდა ბანი ტაჰას ქალიშვილი ჩაბარდა მერე ცოტა ხანი ბანი მსხვერპლთან იმესწავა გვეგონა ამორის ისტორია გაიმარჯვა მაგრამ ნაშები ხო როგორც მოვა ისე წავა დანახეთ ბოლოს სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა ფოთიდან ჩამოსული გოიმი და არიფი ხარ უნახავ მარანახა და ბევრი არიყეფო ამ ფინალის მერე ტელეფონზე ჩაგირიცხავ რადგან ჩვენ დონემდე როცა მოხვალ დაგვირეკო თუ ბიჭო, აი არ მინდა ხდები არ მინდა მაგის თქმა, მაგრამ აი kinda არ მომინდებოდა რომ ეგ მეთქვა, მაგრამ აი ამათთან შედარებით სუსტი იყო რა. დაჟე როგორი იყო, იცი? თავის წინა ვერსთან და წინა ვერსებთან და შესრულებასთან შედარებით სუსტი იყო ეს. Kinda. შეიძლება ისევ და ისევ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ბანის და ტაჰას ვერსების მოსმენის შემდეგ პროსტა ის მომენტი არის რა, რომ kinda ჩემთვის ეხა ბანის კი არა და კამის და მოსკას ვერსებისთვის რომ მომესმინა პირველი, შეიძლება პირიქით ყოფილიყავი ბანი და ტაჰაზე, მაგასაც არ გამოვრიცხავ. შეიძლება ვატრაკებ ხო ხვდები, მაგრამ არა bro, ერთი და ერთი არ არის, არა ძმა. ეს ვერსი იყო ჩემთვის კამის და მოსკას მეორე ვერსი, კამის და მოსკას პირველ ვერსზე უფრო სუსტი იყო. If that makes sense, ჩემთვის. ამას დაუწერ 7. 7 ნიშნავს უკვე solid ძალიან კარგი ვერსი, მაგრამ ანუ აი არ გამაკვირეს. ფანჩებიც ცოტა ისეთი იყო, ანუ ვერ ვიტყვი რომ რა არა ბიჭო, რას უსმენთ თქვენ ძმაო, პირველი რაუნდი ყველა სამყაროში კამი მოსკამ წაიღო, მერე ტაჰაბანიმ რა ზღაპრებს ბაზრობთ. Bro, ჩემთვის ყველას თავისი გემოვნება აქვს, ყველას თავისი გამოცდილება თუ ყური თუ სოფლმხედველობა აქვს, ზოგისთვის ისე არის, ზოგისთვის ასე. ჩემთვის პირადად პირველი რაუნდი ბანიმ და ტაჰამ წაიღო, როგორც უკვე ვთქვი, მეორეც ბანიმ და ტაჰამ წაიღო. ანუ პირველშიც გამაკვირვეს, ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდათ პირველში, სასწაულად იჯდნენ ბიტზე. ბანიმ ძალიან მაგარი რაღაცეები გააძრო მან, ისე შევიდა ბანი, როგორც აი სულ ველოდები ხოლმე რომ შევიდეს და როგორც მინდა ხოლმე რომ შევიდეს, რაც წინა ბეთლებში მაყლდა, ეგრე შევიდა. მეორეში პატარა რაღაცეები ქონდა, პირველში ხო ერთადერთი ბანისგან ერთი flow ქონდა ცოტა სრულ სურათში, ესეთი ძალიან კარგი შესრულები, სრულ სურათში არ ჩაჯდა ერთი flow და მარტო მაგიტო დავაკელი ქულა. ანუ ჩემთვის 10-დან 10 არის, ანუ იმენა იდეალურესი, უდედის ყველეს შესრულება უნდა იყოს და ანუ აი ერთი პატარა პოინტის გამო დავაკელი ქულა. მარტო უყურეთ კიდე ერთი რაღაც, აი ტაჰა ბანის განსაკუთრებული პანჩი რო და bro, მთლიანი ბეთლი მარტო პანჩი არ არის bro. მარტო პანჩი თუ გინდა, მაშინ მოდი 16 ბარიანი ბეთლები გავაკეთოთ აკომპონიმენტის გარეშე, რომ თითო მხარემ
1-16-იანი, ანუ 16 ტაქტი, ანუ ორი წინადადება ლირიკა გააძროს და ეგრე იმას აქვნა და ეგრე ჩავატაროთ ბეთლები. აი ეგეთები ჩავატარა და მან იმენა მარტო პანჩია. მან შევეცი flow, შევეცი შესრულებას, შევეცი ბიტზე როგორ ზის, შევეცი არტისტულობას, შევეცი ყველაფერს მარტო პანჩს აქვს მნიშვნელობა. აი ეგეთი ბეთლები ჩავატაროთ და ბაზარი არა, მარტო პანჩს მივაქცევ ყურადღებას. ეს არ არის პოეზიის ბეთლი, ხვდები? მარტო პანჩებიც რო იყოს ძალიან მეეჭვება რომ კამი მოსკას მოეგო აქაც რა. რა ვიცი. დაჟე აკაპელაზეც არ მაქვს საუბარი. დაჟე აკაპელაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა flows და შესრულებას. ეგერ რაიმენ რუცის ნებისმიერ ბეთლს უყურეთ აკაპელას, ჩემი კარგი მოვტყან MC-ები დგანან და სტენდაპს კი რაღაცა იმას რა ქვია, ლექსს კითხულობენ და სტენდაპია უფრო ვიდრე ბეთლი. არანაირი flow, არაფერი, ერთადერთი ვინც flow მან დაჭვენა, ცოტა ამატერასუ მახსოვს რო აჭვენა და პელე იყო მარტო flow. დანარჩენები ლექსებს კითხულობდნენ და რაღაცა ფურცლიდან წინადადებებს ძმა. ეგ არ არის რეპი და ბეთლი, ხვდები? აკაპელაც კი და შენ თუ მარტო პანჩზე გაქვს საუბარი და მარტო პანჩს აფასებ ბეთლში, მაშინ გეუნები 16 ბარიანი ბეთლები, სადაც არაფერს პანჩის გარდა მნიშვნელობა არ აქვს, ეგენი ჩავატაროთ და აი ეგ გაგისტორდება, bro. რავი, კაროჩ, ჩემთვის ტახაბანი, ანუ ეს პირველი ორი რაუნდი წაიღეს. всё, ეხლა დონაციას ვნახავ და ვაგრძელებთ მესამე რაუნდი. კაი, ეხლა ნახეთ მესამე რაუნდი. მესამე რაუნდისგან რას ველოდები? კამი და მოსკას შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ანუ ბანის ძალიან დიდი ბონდეჯი აქვს ხოლმე ჩემთვის მესამე რაუნდებში, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა ბეთლს მარტო მესამე რაუნდით იგებდა, იმიტომ რომ მესამე რაუნდი იმდენად თესლი ქონდა ხოლმე ყველა ბეთლში, რომ დანარჩენი რაც კი იყო თავისი ვერსებიც და მოწინააღმდეგის ვერსებს, აი მენა ანადგურებდა რა, იმდენად კარგი იყო. შესაბამისად, აქაც იგივეს ველოდები ახლა რა. რავი, კაროჩი, let's go. თქვენ როგორც გინდა ისე შეაფასეთ, მეგობრებო, თქვენ თუ ჩემ აზრს არ ეთანხმებით და თუ სხვა აზრი გაქვთ, კი ბატონო, ჩართეთ თქვენი სტრიმით, დაარეაქტეთ თქვენ და თქვენი აზრი გამოხატეთ, არანაირი პრობლემა არ მაქვს მაგასთან, ანუ ბაზარი არა. მე ეგრე ვთვლი და იმის გამო, რომ თქვენ ჩატში ახლა მიწერთ, რომ მე არ გეთანხმები და რაღაცა, მე აზრს არ შევიცვლი, ანუ ჩემთვის ეგრე არის. ხო, რა ჟურიში მასტრაიკებენ, bro, რომ ბეთლებს უყურებ. კაი, всё, давай, მაინტერესებს ახლა, let's go. სადვართ ბოლო რაუნდებისთვის! მესამე რაუნდი! არტისტები, ჩემგან ხელმარცხნივ! მაგარი კაცია რამდენი უნდა და რამდენი კაცია ოპების ტყავი მე მე ერთი წამი. ეს ხალხის არჩეულებითია? რაღაცა გიტარის რიფები და რაღაცეები არის. აუ, ეხა ჰაუსი არ იყოს, მაგრა გამიტყდება. ანუ გიტარა და ელექტრო გიტარა, რიფები და ჰაუსი ვაფშე არაფერ შუაში არ იქნება ერთმანეთთან სტილისტურად და ზოგადად და იმედია არ იქნება. მაგარი კაცია რამდენი უნდა და რამდენი კაცია ოპების ტყავი მე სიბოლო რაღაც ეგეთი იქნება, ეხა აი ძალიან გამიტყდება. კაი. მაგარი კაცია რამდენი უნდა და რამდენი კაცია ოპების ტყავი მე სიბოლო მასვია კაცმარტოშველის კვალიფიკაცია ხელები ავიეთ პაუზით როა და დაჰადაბადია მოვიგეთ როა აი არ მომწონს ეს ბიტი. და ვაფულაფებ თავიდან რა ლირიკას რომ მოусმინო, იმიტომ რომ ეხა ბელი იმაზე ინსტრუმენტალზე მქონდა აქცენტი. მაგარი კაცია რამდენი უნდა და რამდენი კაცია ოპების ტყავი მე სიბოლო მასვია კაცმარტოშველის კვალიფიკაცია ხელები ავიეთ პაუზით როა და დაჰადაბადია მოვიგეთ როა იცით ეს შეყვეთა საკამათოა მაგრამ მითავს უყოდა გამანათლა ვარ გადმოუძებ რომ დარჩოუგზე ცუდად გახდებიან ფას ფლოუზე შუქსაკინდები ჯობეთის მერე ბოლოს სახში ჩაკეთავ და გას მოუშვება გაგზერო ფერი სროლა ფინალზე ჩაიცვა მეტის ფორმა მაგ სეზონზე მაყუთი მერი შობა და დაინანა მთელი სამითი შრომა ეცადე გაიქცე და სმები გასნილი გასტა არ წაიქცე შენასაც გერკვია ყოველთვის ჩაიცმე მე რასაც გეუბნები მოგფაიცე გასვო კარტუზე და მერე აქტუზა გონი გასვოლბოზე და არ ვიცი რასუზა ამარ გაილახებიან მაქსიმუმ დავტუზა გასვა დაირონ და მერე ვანდუზა ჩვენი ბანდო მე გამაგონე მარტო უგე დაირონ და გამიდა ავტო ვინდა ბაბატო როკატეს მოსწავლეს იბნა უნდა მოჯობე თაკიდა გამოგაცე შორი დაყეფენ ურეკავენ მერე სიჩუმის მეფე წასვაჯობია თუ არ არის თქვენზე მაგაშობია თუ გახვიდე თქვენზე მაგრამ თუ დაიდო რამდენი დუხი ბაფი უმერია მაქსამოცი ყუთი ხარსამოცი კილო მაქსამოცი წუთი დაკატო წილობა 65 ვარქარდი მისვარი და გამოასხამრებენ ჩაჭიდება ტიპი უკლავდები ჩემეს არ აქვს სიმფონია სიგროლი თუ ეპესებს ახურებიან კომიზმეთე ამ გარიდან გავიდა გამიდა მოსკა და მოფარავს თუ დაგჭა მარაგიღია ნუ უსრე მოვლენებს ბრამები არ უნდა ვიკაჩავო თუ ჯერ არაგიღია არ მოგიწია თუ არ გიწერია
არ ვიცი ვაფშე რატო გაკამბიცია რამეს დამაბრალები წოდე გაგულყო და არ გაგოშველებს და ხალბიცია და ეს დონეები დაპალიკია რა გააკეთო ნაღარიციან იცვლება გამი და იცვლება მოსკა დაბლოზე იგივე ანგარიშია შენ ამბობ ბოცულობ გენგისთვის გენგი კილოცულობ შენთვის რომელი გენგია და კი გვერდი და მე რედისებს უწერდი შენ არ ხარ შეფელია და სულებელი შენ ხარ უბრალოდ წევრი თქვენ ხარ ტოქის სამი ამბეცე მეორე და განაწევრე არა ინტერესებს გამიან მოსკა მათ აინტერესებს გამი და მოსკა სეზონი მორჩა თორიდან მოხდენია მათი დროშა და ვიწვა ბიდროში და ვქროჩილებ ქუშიდან ნახიდე კოჩერი და ნაკი ვიწვა ვიჩი თუ მეტანო კემე და ვაფინიშებ რეიტინგების თვითჭირდება გილი გარისა უნდა ერიდო გამის ეგარის კაცო ამით მე უვასუხე ამის ოჰო რეიტინგი მოიცა კოჩერი და ნაკი ვიწვა ვიჩი თუ მეტანო კემე და ვაფინიშებ რეიტინგების თვითჭირდება გილი გარისა უნდა ერიდო გამის ეგარის კაცო ამით მე უვასუხე ამის კვაბალისტა როცა ვიწვი უნდა დაბიცხავიც კიდე როდი კუსი საფუძველი დამისა თავისი ნაფურთხის ლოკვაევასება ჩვევა რამისი ბრალია დალია აბსენტიში კი ჩააფუთხა და მერე თავიდან დალია ძალიან ლიმდელი სასველი არიან მოუბარია არ ახსოვს ღამე და მკითხა თუ რა მიუქარია ადგილადრია მატრიან თავებს და საკუთარ ეგოებს ხუილებს აყრიან ფაქტია აკოცე ბეჭეს ხოლმე იცი მე ვარ აქ ნამდვილი ნატრია მოწმე ეს ხალხია ჩადი რა ქონდა ბიჭო, კაროჩ, აქ ცოტა mixed feelings to be honest. ხო თქვი წეღან რომ მე იმენა, აი მესამე რაუნდით იმას შვები ხოლმე რომ ბანი იგებს თქო. ანუ მე ვასება თქო და ბანის ეგ იმენა ეგ პონტია რომ ყოველთვის მესამე რაუნდით იგებს. აქ ბიტი იყო ძალიან ცუდი. აი ძალიან ცუდი, მაგრა არ გამისწორა ბიტმა. იმენა არ გამისწორა და შესაბამისად ისეთი უკვე მარტო ბიტის გამო ისეთი არ იყო ეს რაუნდი როგორც წინა ორი რა პირველი იყო დაგლიჯეს აქ იმენა პირიქით მოხდა ანუ ბანის ბეთლებში ზოგადად ეგრე იყო ხოლმე რომ პირველი რაღაცა მეორე ცოტა უშელება უკეთესი იყოს და რაღაცა და მესამეთი გლიჯავდა ხოლმე და აქ პირიქით არის პირველი დაგლიჯეს პირველში ძალიან მაგრა შევიდა იმენა ის ენერგია წამოიღო რომელიც მაკლდა ბანისგან ამ სეზონში და ნუ აი რაც მე მეორე რაუნდში უკვე ეგრე და მესამე რაუნდში ვაფშე ჩაიჩუტა რა აი თითქოს ხმა ჩაეხლიჩა თან ბანის რა პროსტა ბიტმა თავის როლი ითამაშა და მაგრა არ გამისწორა დანარჩენ პირველ და მეორე რაუნდთან შედარებით ნუ ვაფშე არა ვერ შევადარებ ეს იყო კაროჩე 9, 8 და ნუ 7.5 ეგრე რა. ამ სამი რაუნდიდან ყველაზე ნაკლებად ეს რაუნდი ეგრეა რა. ცოტა რაღაცეები ვერ გავიგე, თავიდან ვერ გავიგე, მაგიტომ მოусმინე ორჯერ. კარგი იყო, ტაჰას fast flow, მაგრამ ცოტა რაღაცეები მაინც ვერ გავიგე. ნუ აი რაღაცა 7 რა ეგრე. Hey yo! მესამე რაუნდი! არტისტები, ჩემგან ხელმარჯვნივ! ვაიმე Yeah! ოჩატია ჩამიდორო თოი გამოჩები როლი ეტანოლი ხოდა დღეს მინდა ერგამნელებული გრაუნდი გამაკეთებები მარაბიდა მეტიდან და ჩანდა გამაკეთება რა გადავიწყებდა წინამადი უამადი ჩანდა და ფული მე მკიდია ვაფშე გაგადა ტრაკი დააყენე იცოდე სად არის შენი ადგილი ნაუზეა არ ვაპირებ ამის აი ეს მაკლდა ამადგან bro ეს მაკლდა ამადგან რაღაცა მოხოდე ძმა რაღაცა მოგვეცი რა რა ვიცი მე აი ეს ძალიან კარგია ეხა აი პირველ და მეორე რაუნდში ამადგან აი მაკლდა ენერგია fast flow-ზე არა მაქვს საუბარი ზოგს გონია რომ კარგი რეპი არის რაც უფრო ჩქარია მით უფრო კარგია ან მუსიკაზე მაგალითად პროექტებში რაღაცა X Factor-ი და ნიჭიერი და რაღაცა საქართველოს ვარსკვლავებში და რაღაცეებში ყოველთვის ის იყო ხოლმე რომ ვისაც უფრო მაღალი ნოტის აღება შეუძლია, უკეთესი მომღერალია ვითომ და ისინი იგებდნენ ხოლმე პროექტებს. არ არის ეგრე. ნელი ფლოუც მაგარია, მარტო fast flow-ზე და რაღაცაზე არ უნდა გავგიჟდეთ, არ უნდა დავიჭრათ და რაღაცა. ამათ ნელიც და საშუალოც და დანარჩენი ფლოუებიც რაც არის წინა ვერსებში, რაც იყო, ყველა კარგია, იმენა ყველა კარგია, არაფერს არ ვიძახი. პროსტა მობეზდა ყურს უკვე რა, იმიტომ რომ ანუ იმდენჯერ გააკეთეს უკვე ერთი და იგივე რომ რაღაცა განსხვავებულ სიტყავს ყური ხვდები და როცა იგივეს უსმენ ისევ რაც წინა ბეთლებში და წინა ვერსებში იყო
უკვე ისეთი ისა გაქვს და ანუ ხოაზე ხან შტაბეჭდილებას ვერ ახდენ შენზე და შენზე გინდა რომ შტაბეჭდილება მოახდინოს და აი ეხლა აი ამან როგორც შემოვიდნენ ბიძე და როგორც დაიწყეს ხოდი მოიტანა ხვდები? აი უკვე სხვა ვაიბია უკვე რაღაცა იმას მიქნა რა. კაროჩე მოусმენ ეხლა თავიდან ბოლომდე ისევ დავაფულაფებ რა. აი ეს კარგი იყო უკვე პირველ ორთან შედარებით როგორ იწყებდნენ ბევრად უკეთესია, მაგრამ არის შანსი იმისი, რომ კარგად დაიწყეს და ცუდად დაამთავრონ. იმიტომ რომ პირველ და მეორე ვერსში ცუდად იწყებდნენ, მაგრამ კარგად ამთავრდებდნენ რა. დავაი თავიდან. ვაიმე Oczekuję ciebie do notowi, gamo ciebie goli, etanoli, choda krepa stres. Choda stres, mi daj na tyle kurigate. Gama que te me primera vida me titanda, chanda, gama que te baraka mi kabanda. Tira mati tua mati chata na puli mem kidia вообще gagada. Traki da, ene iso de sadari, Asheni adgili nausea. Arwa pire bramis tato lemas, bicho pirta gadem tauzea. Gamo skila vida gaman, bicho buki kharsa khazera batman, verda majere bekhwaro kargat khar, viti sud gwari qofa kapagam. Tresor მასწავლებელი გამოდიდა პასთან, და შენ მოიტანე ვერაფერი და პასტა. კარგად იცი რომ ვერაფერს იზამ ამასთან, ჩემი მარაგიდან იაგერი უნდა დაგაცხა. თუ გადავკარი იაგერი, შენაც გინდა ქენი მიზას მივაგენი. დაიჯვინე მე ქერექტერების ხატერ მეზოჯებდნენ ბილადენი. მანახი კულტურა საით მიგაკ, ზავრებთან იზახი პრაი მიგაკ, უზგანახებე შენ ტრაკი მიგაკ, ვისას ისავ მაგათა ლაი ვიგაკ. მატყუ არა ხარ და ვიციე გამბავი ჩემპიონის ეს ხლი არ გაქვენებში. ანდრა გამღერებს იბეთლავე მე შენი ანდრი ჯოხაძე კეთილებს შევეცი. ხაზალახი გავახედა რა ხდება იქნება ვიღაცამ გამაგები და გოლდაგალები და დიდების ღალი და ფლოუზო Kami, what the fuck was that? ერთი წამი. ის ეს ხლი არ გაქვენებში. ანდრა გამღერებს იბეთლავე მე შენი ანდრი ჯოხაძე კეთილებს შევეცი. ხაზალახი გავახედა რა ხდება იქნება ვიღაცამ გამაგები და გოლდაგალები და დიდების ღალი აი ეს არ იყო კაი. Let's be honest here. და ფლოუზო ჩაპტარი დარაღები და თუკი მოვიდო მე ხო იცი რომ ვერ გავაჩერებ უნდა თორა ვიცი სასახლეებს ვერ აშერებენ მაინც ვერ გავიგე ხალხია ბატონო აღბარდე უნდა დაბანახო მეტი სერამ გადააბეთებე თან რაღაც ხვიცი გავლენა იგზნობა რითმებში პანიკი არ გაჩნდა ტაჰამ სახელმწიფო პრინტერში ჯერ იყო მოსემერე იყო ლიკი და ეხლა დაჰაბანი ისვრის პარეს ეგეთი წარსული თემსი არა მაგრამ ვაქსლის მოსივით კი ისვრი კასებს დაჰარაგის ისე ერთი ღამე კასების რიგი რო ხრანჩას მოსკოვე მაინტერესებს ერთი რამე იძლევა მოგაჭა გაგანაფათანაფაჩადა რო გაგიმართვა და გადაგადარო პატარა პარაპარკი თვატარო პარადიმე მიმყავს აღარაწვალო გასალოწერა არა მარაწვალო და წამიწუნდად გადაგიქციენანო ციხო და ბიდეკი ბარება ყვალ ხოდა აკერან სახადარ გაგიშებობო ფინა ფინალზე თუ ვერსები ამოგიჭრე შენი ბრალია რო ხარ უნიჭო ვერ ვერსებში მწარე პარები სამოჭრას არ ეყოფა 4 გიგუნა ბიჭო ნიკი და ბანის თემები ხო გახსოვთ მე ვიტყვი ახლა რაც ხალხმა ვერ ნახა მოსკოვის ხარი პირველი ვინ იძახდა ბანიზე და სამუდლიაო ზუსტად თქვენი ორ პირობის ბრალია ზუსტად ამის გამო მოგივათ ეს ეხლა თქვენი ყურები რასაც მოიწმეს ამას ვერ მოჭამ ნახე ნამდვილი როგორ მოვიდნენ ვულშავი მომბა ვიცვარ და ბაზა ჩაგიძავა ყველაზე ერთმანეთზე გადავაბამ ზაღმა ყველა გამიმედა მაწალწალა ვისაც არ ჯეროდა ფენსად გავარ დედეთ გახარდა მე არ საწავა ვილმა გამანდა დღეს აქ დაგაბამდა ამ პარამე სეზონი გაწყავა Короче, ეხა ნახე, ძალიან კარგად დაიწყეს, მაგრამ აი რა ვიცი, ჩატში ვიღაცები იძახთით რაღაცებს ფანჩებზე და ნუ აქ like Wagslis Bozis ფანჩი იყო გოათი ჩემი აზრით. ფანჩებზე აღარაფერი აღარ თქვათ. Короче, ბიჭო, კარგად დაიწყეს ძალიან, შუაში ნორმალური იყო, მაგრამ let's be honest, what the fuck was that? ყვირილი კამისგან, რომელიც არასდროს არ მსმენია, მესმის რომ გაკვირვება უნდა ჩვენი და რაღაცა, მაგრამ არა, bro. Короче, ეს პირველი ორი რაუნდი ძალიან ძლიერი ტექსტი ქონდათ, მაგრამ შესრულება მობეზრებული მქონდა უკვე, გატრუხებული ქონდა ეგ შესრულება, იმიტომ რომ იგივე ფლოუები, იგივე რაღაცა ელემენტები, რაღაცეები, სინქრონი ბაზარი არა, საკაიფოა, აქაც ქონდათ ძალიან კარგი სინქრონი. აქ უკვე იმით ხოდით და ფლოუთი და ჟღერადობით და ყველაფრით გამაკვირეს, მაგრამ აქ უფრო სუსტი ტექსტი იყო აშკარად რა. კამისგან მე არ მომეწონა პირადად ეს ყვირილი, არ ვიცი, მოსკას გაეკეთებინა გროული ჯობდა, მე even though ეს გროული არ მევასება ჰიპ-ჰოპში რა, ეს რაღაცა ესეთი. მე მერჩივნა რომ მოსკას გაეკეთებინა ეგეთი ხმით, ვიდრე კამის ეყვირა, იმიტომ რომ რავი, ეგეთი I don't know. თითქოს როგორი მომენტი იყო, იცი, თითქოს ცდილობდა ცუდად გაეშარჟებინა ტაჰა. მაგ პონჩი თუ ტაჰას აშარჟებდა და გადაობდა, მაგ პონჩი ნუ კაი მესმის, მაგრამ ზოგადად სტილისტურად I didn't like it. და ბიტი ძალიან არ
honestly ყველაზე ცუდი ბიტი არის რაც მოსმენილი მაქვს აი ამ სამს შორის ძალიან ცუდი ბიტია იმენა ნიტო იყო მარა აქ შემოსვლის გამო აი არ ვიცი ძმა ეხა რომ მივცე ამ რო თქვა რომ ტახა კი არა და მოსკაკამი წაიღეს ეგ რაუნდი თქო ეგეც არ გამოდის იმიტომ რომ ნუ ბოლოსკენ ცოტა არ მომეწონა რა დასაწყისი ძალიან კარგი ქონდა ეს ზოგადად ბანის და ტახას ვერსი მიდიყო ბანის და ტახასთვის ასე რომ 7-იანი ესეც არ იყო უკეთესი თუ ბიონეს პროსტა შესვლა იყო ხოდი და მაგ თემაში კარგი იყო მაგ თემაში კაროჩე როგორ ვარ იცი ძალიან რთული არჩევანია რა აქ ორი ვარიანტი მაქვს ან ფრე რო არავის ან ბანი და ტახამ წაიღეს ბანი და ტახამ კი არა და კამი და მოსკამ წაიღეს დასაწყისის გამო და აი იმის გამო რა აი ძალიან რთულია რა მე უფრო ვიხრები იმისკენ რომ არავისი იყოს და ფრე იყოს ვიდრე კამი და მოსკა მაგრამ ნუ კაი მოდი ესე ვთქვათ რადგან მე ვთქვი რომ პირველი და მეორე კამი და ისა ბანი და ტახამ წაიღეს პირველი და მეორე რაუნდი ბანი და ტახასია აქ ჯანდაბას თქვათ რომ აი შესავლის და იმის პონჩი ეგეც 7 იყო მაგრამ მოსკა კამისი იყოს ეგ ანუ ეგრე განაწილდა რომ ბანი და ტახა პირველი რაუნდი ბანი და ტახა მეორე რაუნდი მესამე რაუნდი კამი და მოსკა ეგ არის ჩემი შეფასება მეგობრებო ეხა მოусმინოთ ძალიან მაინტერესებს ეხა ჟურის შეფასება როგორ შეაფასეს რა რეიბი ლაპარაკეს და ნუ როგორ განაწილდა ხმები let's see დაინტერესოა ძალიან არა ჩემი აზრით პირველი არ წაუღია კამი მოსკას ბანი და ტახამ წაიღეს პირველიც და მეორეც მინდა შევქმნათ ხმაური და გავამხნევოთ აუცილებლად მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ რომ აქ როგორ ჟღერს ბეთლი ერთია ლაივში როგორ ჟღერს ვაფშე სხვა არის იყურის მონიტორებში და მესამე რომ ჟურიში როცა დგახარ გინდა არ გინდა ყველა პონჩი ბოლოს დაბეჭდილებით პირველი და ბოლოს დაბეჭდილებით აფასე ბეთლს ანუ როგორ დაიწყეს და როგორ დაასრულეს როგორ დასრულდა ბეთლი და ბოლო რაუნდს რომელიც ფრეშ გაქვს მეხსიერებაში ეგ უფრო ბევრს წყვიტავს ჟურის გადაწყვეტილებაზე ვიდრე დანარჩენი რაუნდები ეგ გაითვალისწინეთ პირველი ჟურის წევრისთვის KA-ისთვის შევქმნათ ხმაური მოგეწონათ ხალხო აი ეს ძალიან ცუდად გააკეთეს იმიტომ რომ ჟური სადღაც უკან დგას და არ ჩანს და მე პროჟექტორს დავანათებდი ძალიან თესლი იქნება. მოკეთ მეორე ჯემ შარავს flow რა, არ ვიცი. აი იმენა წვეჩი, აი აქ იქიდან პროჟექტორს ითხოვს რომ ჩანდეს ჟური, აი ეგრე იმენა ლივს ვარჩევ რავი. ეს არის რაღაც მადლობა მაგისთვის. კაი, საქმესა. პირველი რაუნდი არ ვიცი, აი სასწაული იყო ბიჭო, სამივე რაუნდი სასწაული იყო, მაგრამ პირველ რაუნდში აი განსაკუთრებულად რაც გამოვყოფდი flow punchline-ები აი უმაღლეს დონეზე, მაგრამ პირველ რაუნდში მოსკამ და კამიმ პერსონალური punchline-ები უფრო ძლიერი დადეს და პირველი რაუნდი მიდის მათთან. ნუ punchline-ები ოკეი, მაგრამ overall მე ესენი უფრო მომეწონა რავი. მაგაში არ ვეთანხმები, ნუ რო მისცა ამათ იმაში რომ punchline-ები კარგი ქონდათ მაგაში ვეთანხმები, მაგრამ რაუნდი რო წაიღეს მაგაში არა. მეორე რაუნდი. ხალხო ეს სასწაული იყო დედას გეფიცები. რაც ამათმა ქნეს, რა ხარისხის დადეს შესრულებაში. ბიჭებო, let's go! ტახა ბანი მეორე რაუნდი თქვენია. პირველი რაუნდი ამათი უფრო მომეწონა ვიდრე მეორე, არანა. მესამე რაუნდი. აუ ეხა coin flips ავახლებდი, ისეთი მაგარი იყო და თანაბარი იყავი ძალიან. ბოლოში ხო? ძალიან მაგარი არისო. ძალიან მაგარი opening-ი ქონდათ ბიჭებს, სასწაული, მაგრამ პასუხი ისეთი იყო, რომ შოკი. მესამე რაუნდი. გუნდი ხელმარჯვნივ. Okay. გიომ ზათხარ. გიომ სიასთვის შევქმნათ ხმაური.
პირველი რაუნდი. რაც ძალიან მაგრად მომეწონა ბანიზე და ტაჰაზე, პირველ და მეორე ბეთში მე ვამუღამებდი, რომ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ, სიტყვებს ყლაპავდნენ. აცტენები ჰქონდათ ბექებში, ერთ მეორეს ბექებს რო უსვამდა, აი მეგონა რომ ტრეკებია აცტენილი ჩანაწერზე. მაგრად გამიხარდა ეს რო გამოასწორეს და მაგის გამო რო უეჭველი არ მომიწევს ქულები დავაკლო. KS ვეთანხმები პირველ რაუნდზე იმ მომენტში რომ უფრო მწარე პანჩები იყო. ბევრად უფრო პირადი და პირდაპირი პანჩები იყო მარჯვენა მხრიდან. ფლოუებს რაც შეეხება პლუს მინუს ორივე წყვილის ფლოუები მომეწონა, მაგრამ რადგან ბევრად მძიმე პანჩები იყო ახეთ, პირველი რაუნდი კამი და მოსკა. მე შესრულების პონჩი უფრო ესენი მომეწონა, რა ვიცი. მეორეშიც იდეაში ტექსტი, მეორე რაუნდის ტექსტი, მეც კაბინა მოსკასი უფრო მომეწონა, ფლოუებიც კარგი იყო, მაგრამ აი ვერ ახსნი როგორ რაღაცა ვაიბი რო არის და რაღაცა რო უცება ეს ყურში მოგივა და ეს ტალღა წავა, ჩემთვის ეგ ყველაფერი ანახეს უფრო კარგად, ოდნავ კარგად, მაგრამ ბანიმ და ტაჰამ უეჭველი. რაც შეეხება მესამე რაუნდს. მე, ჩემზე ეგ ზეწოლა არ მოქმედებს, ხო იცით. თუ გიდათ ბანი ტაჰა იყვირეთ, თუ გიდათ კამი მოსკა, მე მაინც ჩემით გადავწყვიტავ. მაცადეთ ეხლა ვთქვა. ტექსტის მომენტი იგივეა, აქეთ უფრო ისეთი იყო, ვიდრე აქეთ, მაგრამ მესამე რაუნდში დიდად სიმართლე რო გითხრათ, ტექსტებს არ ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ მესამე რაუნდი რადგან აი ყველაზე ჩაჭერა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს სინერგია ერთმანეთში, ფლოუები და სვიჩები და ესე იგი მაიცა რა აბსურდია, ერთი წამი, პირველ რაუნდში მაგ სინერგიას და მაგ ჩაჭერას და რაღაცა მნიშვნელობა არ ქონდა და აქ ვაკვირდებით იმენა პანჩებს მეორე რაუნდშიც რაღაცა ისა და მესამე რაუნდში ეს არის თავარი და ტექსტები ყლეზე კი რას გვეუნები ეხა რომ ესე იგი რადგან იმათ პირველ ვერსში უკეთესი ტექსტი ქონდათ ამათმა წაიღეს და მესამე რაუნდში რადგან ამათ ნაკლები ტექსტი ქონდათ მოდი ტექსტით არ შევაფასოთ და შესრულებით შევაფასოთ კაი ეს ეხლა what the fuck is that bro არა bro what the fuck are we doing ეხლა რა ხდება ერთი წამი რადგან ამათ პირველ რაუნდში შესრულება უფრო სუსტი ქონდათ ვიდრე და ლირიკა ძლიერი ქონდათ მოდი პირველი რაუნდი ლირიკით შევაფასოთ და ბანის და ტახას უფრო სუსტი ლირიკა ქონდათ ამათ უკეთესი ლირიკა ქონდათ და ამათ მივწემთ ხმას იმიტომ რომ კარგი ლირიკა ქონდათ მაგრამ მესამე რაუნდში რადგან კამი და მოსკას ქონდა სუსტი ლირიკა და ბანი და ტახას უკეთესი და ამათ შესრულება უკეთესი ქონდათ და ამათ ნაკლები შესრულება მოდი შესრულებით შევაფასოთ კაი ეხლა bro I don't know what to say არა bro ეს ჩემი აზრით ეს რაღაცა ხო ნიტოა თუ ვაფასებთ ლირიკას და შესრულებას თანაბრად ყველა რაუნდში შევაფასოთ ლირიკა და შესრულება თანაბრად იმ რაუნდში სადაც ერთმა უკეთესად შეასრულა ვიდმე მეორემ ლირიკით და თვითონ შესრულება და flow და ყველაფერი ნაკლები ქონდა ვიდრე მოწინააღმდეგეს არ უნდა აფასებდე იმ რაუნდს მაშინ მარტო ლირიკით რომ იმას ლირიკა უკეთესი ქონდა და მაგიტომ მოაგებინე და აქ ლირიკა უფრო ცუდი ქონდა მაგრამ შესრულება უფრო კარგი ქონდა მოდი შესრულებით შევაფასებ მაშინ რავი მე ისეთი შტაბეჭდილება მე არაფერს არ ვიძახი ხელს არავის არასდროს არ დავადებ და არაფერი პროსტა ისე ჩანს და ისე გაჟღერდა რო ხოაზე ხართ რა არავის არ ვაკრიტიკებ პროსტა მეუცნაურა ძალიან იმიტომ რომ ორივე ბიჭო ლირიკაც იგივე არის იგივე მნიშვნელობა აქვს ლირიკასაც და პანჩებსაც როგორც შესრულებას flows და დანარჩენ ყველა არტისტიზმს და ყველა ასპექტს ხვდები იგივე აქვს მნიშვნელობა და ერთ რაუნდში მოდი შევაფასოთ ერთი კრიტერიუმით უფრო მეტად ვიდრე მეორე და მეორე პლანზე გადავდოთ და სხვა რაუნდში შევაფასოთ პირიქით ეგრე არ ხდება ჩემ წარმოდგენაში რავი ეხა ამის და ამათი პროექტია მე ვერაფერს ვერ ვიზავ და ვერაფერზე ხელს ვერ დავადებ და ვერ როგორც უნდა ისე შეაფასებს აი მე ჩემ სტრიმზე როგორც მინდა ხო ვაფასებ იმიტომ რომ ჩემი სტრიმია და მე როგორც მინდა ისე ვიტყვი და ასე შემდეგ ბაზარი არა მაგრამ მე არავის არაფერს არ ვასწავლი მე just ჩემ აზრს გამოვხატავ მე როგორ ვხედავ ამ ყველაფერს რა I don't know კაი ბოლომდე მოусმინოთ ჩემი საქმე არის ის მე გეუნებით რომ კიდევ ერთხელ მოусმენთ ბოლომდე აუცილებლად თუ ვწდები აი ამ მომენტში თუ რაღაცაში ვწდები დალჩე რომ მოусმენ აზრს შევიცვლი ბაზარი არა მაგრამ
კონტ ისევ და ისევ გამიგეთ content ID-ს გამო არ შემიძლია რომ просто ჩავრთო და მთლიანად ბეთლი თავიდან ბოლომდე უყურო, იმიტომ რომ ვარღვევ fair use-ის წესებს და გამოდის რომ content reproduction-ი გამოდის. ანუ რაღაცა 30-40 წამში მინიმუმ ერთხელ უნდა დავასტოპო და რაღაცა ვიბაზრო, ხვდებით? ანუ ტექსტის მომენტი იგივეა, ანუ აქეთ უფრო ისეთი იყო, ვიდრე აქეთ, მაგრამ მესამე რაუნდში დიდად სიმართლე რო გითხრათ, ტექსტებს არ ვაკვირდებოდი, იმიტომ რომ მესამე რაუნდი ანუ ხო, იგივე არის რა, პირველ რაუნდში ტექსტებს ვაკვირდებოდი უფრო, მაგრამ აი მესამე რაუნდში გადავწყვიტე რომ მე ტექსტებს აღარ დავაკვირდე რატომღაც. შესრულებით უფრო აი ყველაზე ჩაჭერა არის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს სინერგია ერთმანეთში, ფლოუები და სვიჩები და უნიკალური ფლოუები, რაც უფრო მეტი უნიკალური ფლოუ იქნებოდა, რაც უფრო მეტი კარგი დასაწყისში ქონდათ უნიკალური. მერე ისევ იგივე აი დასაწყისში რაღაცა თესლი გააძრეს მაგაზე და რეაქცია მქონდა ისეთი რომ მეთქი ვაუ რა კაია თქო და მერე მეორე ნაწილი ისევ ისე გააგზელეს როგორც პირველი და მეორე და ზოგადად ყველა დანარჩენი ბეთლი. ის ვიჩი იქნებოდა ნუ ხო კამიმ გააძრო რაღაცა ყვირილი რომელიც ვერ დავამუღამე და აი ეგრო ვერ დავამუღამე I was like nah bro. და ისეთი რასაც მაგალითად არ ველოდი. ამიტომაც ეკო შენ გადარჩი. ჩემი ხმა კამი და მოსკას. Nah, bro. No offense, არაფერი პირადული არც ერთ მონაწილესთან ვაფშე. კამი და მოსკაც მაგრამ ევასებიან, ბანი და ტახაც მაგრამ ევასებიან, ყველა დანარჩენი მონაწილეც მაგრამ ევასება, არავისთან არა მაგ არც პირადული, არც ზოგადად რაღაცა ნეგატიური და ასე ყველასთან ძალიან პოზიტიური ვარ ყველას მიმართ და ძალიან ვაფასებ მაგათ შრომას და ყველაფერს, მაგრამ ნა bro, აქ არა, აქ ეს არ იყო. აქ იმენაბანი და ტახას წამოღებული იყო ეს ბეთლი ჩემი გადმოსახედიდან. შეიძლება მე ჩემებურად ვაფასებ და რაღაცა, მაგრამ bro, I don't know, იმის გამოც არა, რომ აი ბანი და ტახა გოუთები არიან და უნდა მოეგოთ, ანუ მაგიტო არა რა. შეიძლება პირიქით აი ბანი და ტახა გოუთები რო არიან მაგიტო ვერ მოიგეს, მაგრამ we will never know. ერთი წამით აქ ყავს ადამიანი, რომელმაც ბევრი რამე ქნა კულტურისთვის, ძალიან ბევრი რამე. თავიდანვე ამ ორგანიზაციას ამ ყველაფერს გვერდში ედგა. ყოველთვის ღია დაფიქსირებდა ამ ყველაფერს და ჩვენი სიყვარული მინდა ერეკლე დეისაძეს ვაჩუქოთ და მოვუსმინოთ. დიდი მადლობა ყველას. აქ ყოფი ხალხის გარეშე ეს ყველაფერი არ იქნებოდა და დიდი მადლობა თქვენ რომ როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, იქედან ძალიან დიდი გზა გაიარა და შემდგარი არტისტებით განან ჩვენს წინაშე დღეს და ოთხივეს ჩემი დიდი რესპექტი და პატივისცემა. ხელოვნება არ არის არჩევნები და ყველას ვაკაც გთხოვთ, აქ არ გვინდა რა პოლიტიკა გეხვეწები. აქვს თავისი ადგილი, ეს არის ნომრება პირველი, მეორე, მესამე, ყველანი აქ ვინც ხართ ფინალში თავისი ადგილი. მედი არ გაგძელეს პოლიტიკაზე გთხოვთ. ეს არის ნომრება პირველი, მეორე, მესამე, ყველანი აქ ვინც ხართ ფინალში ხართ გამარჯვებულები, იმიტომ რომ ამდენი ხალხის სიყვარული გაქვთ ვინც აქ მაგაში ვეთანხმები. თქვენს გამო ამოსული. და ეს კრაუდი ჩემ თვალწინ დასაწყისის დღიდან დღემდე მრავლდება და იზრდება. და უფრო მეტად უნდა გამრავლდეთ და მეტი ვიყოთ. რაც შეეხება დღევანდელ შოუს, მე დავეთანხმები ამ შემთხვევაში ჩემს კოლეგებს, პირველი ნაწილი იყო აშკარად ისეთი გამორჩეული კამის და მოსკასი, მეორე ეგ როგორი შეფასებაა, იცი? არაფერი პირადული ვაფშე მეგობრებო, მაგრამ აი მე რო ეხლა არ ვიცი, მე რო ეხა დამსვა ჟურიში ყინულზე რო ისა რა ქვია, რო სრიალებენ და ცეკვავენ მუსიკაზე, არ ვიცი მაგას რა აღარ მახსოვს რა ქვია. აი მაგის ჟურიში რო დამსვა და აი რავი უყურო და სხვების შეფასებას მოусმინო და ხო, ჩემთვის ოაზე ხარ, ანუ დავეთანხმები ჩემ კოლეგებს და
ეთყობა კიდევაც რომ სიტყვა არის ის რა თქვას და რაღაცა უნდა იმას აქნას რა ანუ არ ვადანაშაულებ მაგაში ვაფშე არც არაფერი პირადული და არც მაგის ხმა აღარ არის გადამწყვეტი იმიტომ რომ всё კამინდა მოსკა მოიგეს მაგრამ ისეთი თემა არის რა პირველი ნაწილი იყო აშკარად ისეთი პირველი ნაწილი ოკეი აა მეც აღარაფერს აქ ჩემი კომენტარიც და ჩემი თქმაც არ არის ვაფშე აქ საჭირო რა დაცეთ რა გამორჩეული კამის და მოსკასი მეორე ნაწილი იყო ტაჰას და ბანის მაგრამ მესამე ნაწილში flows მრავალფეროვნებით ჩემთვის მაინც ჩემი ხმა მოსკას და კამის ხო ნუ ამ ერეკლე დეისაძის შეფასებაზე მე ვერაფერს ვერ ვიტყვი თავის თავზე ლაპარაკობს მაგრამ არც მაგის ხმა არ იყო გადამწყვეტი so რაც არის რა დიდი მადლობა ყველას არა 3-0 კი არა და 3-0 მოგებული ბეთლი 3-0 არა ძრავი კი არა ძრავის მოცულობა 3-0 მოგებული ბეთლი არ იყო აქაც იყო ხარვეზები და იქაც მაგრამ მე კიდევ და ისევ ვიტყვი რომ ჩემთვის მესამე რაუნდი იყო ფრე იმენა ფრე იყო შესრულებით პანჩებით ყველა ფრით იმათაც ცოტა რაღაცა წყალი ქონდათ სადღაც და ამათაც ქონდათ და მაგრამ შესრულების ნუ კარჯი აი რაღაც დააბალანსეს ერთმანეთი რა იქ ერთი ცუდი რაღაცა ანუ აი ეს რაღაცა კამის ყვირილი აქეთ იყო იმის ამათი რაღაცა შეცდომები აქეთ იყო და ხოდის დაკარგვა და რაღაცა ნუ დააბალანსეს და ფრე არის მესამე რაუნდი პირველი და მეორე რაუნდი ჩემთვის უდავ პირველი რაუნდი ძალიან იმენა ძალიან მაგარი ქონდათ ტაჰას და ბანის შემოსვლიდან ბოლომდე ძალიან კარგი რაუნდი იყო იმენა მთელი რაუნდი ესეთი ვიჯექი და ყოველ წამს ვაჩერებდი რომ ვაუ რა მაგარია და რა კარგია თქო და 9 დაუწერე მაგ რაუნდს ერთადერთი კიდევ ერთხელ გამომეორდები რომ ერთადერთი მომენტი იყო ბანის flow ოდნავ ხოდ დაკარგული იყო და ოდნავ არ ჯდებოდა მთელ იმ სითესლეში რაც ხდებოდა იმ ვერსში პატარაზე მაგის გამო დავაკელი ქულა და 9 თქო თქვი მეორე რაუნდში ნუ იქ რაღაცა ხო რაღაცები იყო მაგრამ მაინც ანუ ცოტა სუსტად დაიწყეს მაგრამ კარგად გააგრძელეს ბანიმ და ტახამ და მესამე რაუნდი ყველაზე სუსტი იყო აქ რა ამათი კიდე ნუ ხო ვიბაზრე უკვე ყველაფერი რა მესამე რაუნდის დასაწყისი ქონდათ მარტო ისეთი რომ მეთქი ვაუ რა კაია თქო რა რეაქციაზეც მეტყობოდა რა მაგრამ ბოლოსკენ მაინც ნიტო იყო რა მაგრამ ტექსტი იმათ ხო ბაზარი არაა პირველ რაუნდში ბევრად ძლიერი ქონდათ მაგრამ ნუ რავი რა კომენტარებს შევხედავ ხო გაიხარე bro ჯურიც